ავტოსაგზაო შემთხვევა თითქმის ყველა მძღოლისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული გამოცდილებაა დამეთანხმებით მძღოლები, თუმცა პრობლემები ხშირად თავად ავარიით არ სრულდება. არაერთი დავა იწყება სწორედ ამის შემდეგ, ვინ არის პასუხისმგებელი, ვინ უნდა აანაზღაუროს ზიანი, როგორ უნდა შეკეთდეს ავტომობილი, რა უფლებები აქვს დაზარალებულს და რა ვალდებულებები ეკისრება დამრღვევ მხარეს. განსაკუთრებულ სირთულეებს კი ის შემთხვევები ქმნის, როდესაც საქმეში სადაზღვევო კომპანიებიც ერთვებიან ხოლმე, სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებთ იმ უფლებებზე, რომლებიც მძღოლებს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და მის შემდეგ აქვთ და იმ პრაქტიკულ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც მოქალაქეები ყველაზე ხშირად აღმოჩნდებიან. რა თქმა უნდა, ამ თემაზე ვისაუბრებთ ვისთან თუ არა ჩვენს თანაწამყვანთან, სამართლის ასოცირებულ პროფესორთან თამარ კერძაიასთან. ერთად თამარ დილამშვიდობის. დილამშვიდობით მოგეცემთ. მივადექით საყოველთაო თემას განსაკუთრებით მძღოლებისთვის, მომავალი მძღოლებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ვიცით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტომობილი არ უნდა გადავაადგილოთ და პატრულს დაველოდოთ, თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ მძღოლები თანხმდებიან პატრულის მოსვლამდე, ნომრებს სვლიან, ალბათ გეცნობათ ეს სიტუაცია თქვენს, ტოვებენ ტერიტორიას შემდეგ და ასე დროს თუ დამრღვევი მძღოლი თავს არიდებს ავტომობილის სრულფასოვნად გაკეთებას, რა ხდება? აი ამ დროს ვის ეკისრება ეს პასუხისმგებლობა და ეს ტვირთი? მადლობა ზურა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, პოზიტიურ დღეს ვუსურვებ, საქმიანს, ორშაბათია. მე მგონი კარგი ამინდიც გვექნება. ხავარაუდოთ. დღეს გვექნება, მაგრამ შემდეგ დღეებში ისეთი დაგვიანოს. ყველაფერი კარგად იქნება, მაინც ყოველ შემთხვევაში იმედიანად ვიყოთ. მეგობრებო, რაც შეეხება ავარიებთან დაკავშირებულ საკითხს. პირველი, მოდი გავცეთ პასუხი კითხვას, ყოველთვის არის თუ არა აუცილებელი და ვალდებული ვარ თუ არა, რომ მანქანა არ გადავაადგილოთ და დავაოდოთ პატრულს. მართალია, რომ ძირითად შემთხვევაში მძღოლებს ვალდებულება აქვთ, რომ არ გადაადგილონ მანქანები. დაელოდონ პატრულს და შესაბამისად პატრულის შემდეგ მოახდენს ადმინისტრაციულ სამართალ წარმოებას შეადგენს ოქროს და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს ორი შემთხვევა, როდესაც მძღოლებს შეუძლიათ დატოვონ ტერიტორია. პირველი შემთხვევა გახლავთ სწორედ ის შემთხვევა, როდესაც მძღოლები თანხმდებიან შეადგენენ სქემას, ანუ თავადვე აღწერენ რა მოხდა ადგილზე, ფოტოსურათებს გადაიღებენ, ვიდეოს, შეთანხმდებიან და მოგვიანებით აი ამ სქემას წარადგენენ პატრულს. ხა თქვენ გაგიხსენებთ კითხვა, რომ თუ მაინც პატრულთან უნდა წარვადგინოთ, ბარემ გამოვიყვეთ. თუმცა ხშირად არის, ძალიან ხშირად ესეთი შემთხვევები, რომ ეს ავარია მოგეხსენებათ დაგეგმილი თემა არ არის და ხანდახან ისეთ დროს ხდება, რომ გაგვისვავს მანქანა და ისეთ ადგილას მივდივართ, ან ისე იმდენად მნიშვნელოვანი რაღაც ხდება იმ მომენტში ჩვენ ცხოვრებაში, მაგალითად პირდაპირ ეთერი. მობრძანებით დატოვო მანქანა შუა გზაზე და გაიქცე. ხანდახან მძღოლი ფიქრობს, რომ აი მოდი ხა ამ გასმაზე ეს პატრულის გამოძახებას იმდენად სასწრაფო და მნიშვნელოვან თემაზე მინდა რომ მირჩევნია წავიდა. ასეთ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, კერძოდ მძღოლებმა თავად უნდა შეადგინონ სქემა, ფოტო-ვიდეო გადაიღონ, გაცვალონ კონტაქტები და მოგვიანებით მიიტანონ პატრულში ოქმი. მოგვიანებით მიიტანონ პატრულში ოქმი, ეს ყოველთვის ასე ხდება. თამარ ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში თანხმდებიან ხოლმე და ეს ნაწილიც შემთხვევას. მე უბრალოდ ვამბობ, როდის არის ლეგალური, ანუ კანონიერი როდის არის შემთხვევის ადგილის დატოვება. აი ჯერ ამას ვამბობ. მეორე შემთხვევა, როცა კანონიერია შემთხვევის ადგილის დატოვება, ეს ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც დაზარალებული ყავს, ანუ იმ შემთხვევაში დაზარალებული არ უნდა იყოს, როდესაც მძღოლები თავად შეადგენენ სქემას. თუ დაზარალებული ადამიანი, მაგრამ თქვათ, პატრულის მოსვლა სჭირდება ძალიან დიდი დრო, ან სასწრაფოს მოსვლა სჭირდება ძალიან დიდი დრო. და ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ იქნას გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში კანონი გვეუბნება, რომ ჯერ გამყოლ მძღოლს უნდა ვეცადოთ, რომ გავაყოლოთ პაციენტი და დაშავებული პირი, თუ არა და შეუძლია უკვე მძღოლს, რომ მიიყვანოს სამედიცინო დაწესებულებაში. ეხლა რა ხდება აი ძალიან გავრცელებულ შემთხვევაში, როდესაც ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, მძღოლი გვეუბნება, რომ მოდი რა არ დაუძახოთ პატრულს, მე გაგიკეთებ მანქანას, ძალიან კარგი ბიჭია თუ გოგოა ამ მომენტში, რომ ყველაფერზე კი სიტყვაზე მენდე და ამბავი და გაგება და ნუგა ძალიან სანდოდ გამოიყურება დამრღვევი მძღოლი. ну თქვა დაზარალებულის რაღაც მიზეზების გამო თანხმდება ამას და რა ხდება ამ შემთხვევაში. მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ორი რამ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ადმინისტრაციული პროცესი და სამოქალაქო პროცესი. ანუ
ის რომ მძღოლები არ დაელოდნენ საპატრულო პოლიციას. ეს კანონდარღვევაა? გეტყვით, ეს არის ადმინისტრაციული კანონდარღვევა, შეიძლება ჩაითვალოს და არაფერ კავშირში არ არის ზიანის ანაზღაურებასთან. ანუ რა მინდა რომ თქვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი მძღოლებმა არ მიმართეს საპატრულო პოლიციას, უბრალოდ ნომრები გაცვალეს შეთანხმდნენ და მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი დამრღვევი მძღოლი რომელიც ძალიან ყველაფერზე თანახმა იყო, მე უცებ შეცვალა ეს დამოკიდებულება და ან გაკეთება არ უნდა, ან ამბობს რომ მე ჩემი ხელოსანი მყავს იმას იაფად გავაკ. მოკლედ, სრულფასოვნად გაკეთებას თუ თავს არიდებს, დაზარალებულ მძღოლს ყოველთვის რჩება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სასამართლოს წესით, მიუხედავად იმისა, ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება მოხდა თუ არა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაზარალებული მაინც დაზარალებულია. დაზარალებული არის დაზარალებული და არაფერ კავშირში არ არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ანუ ზიანის ანაზღაურება იმასთან რომ ადმინისტრაციული კუთხით იქ რაღაც დარღვევას ეს ძალიან კარგი ინფორმაცია ახლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია ხოლმე შემდგომ რაღაცა არასწორ მოლოდინებს რომ შეუქმნიან და აღარ უკეთებენ საბოლოო ჯამში, მე უკვე ეშინია კიდევაც პოლიციაში მისვლა, იმიტომ რომ გონია რომ რაღაც დაარღვია კანონი. ამიტომ ხო, პოლიციაში არ მივდივართ სამოქალაქო სასამართლოში და ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას. სამოქალაქო სასამართლოს საერთოდ არ აინტერესებს ადგილზე მოხდა თუ არა ვთქვათ რაღაც ადმინისტრაციული მიმართულებით რა ხდებოდა, ეს სამოქალაქო სასამართლოს საქმე არ არის. სამოქალაქო სასამართლო დაობს რამდენია ზიანი, როგორ ანაზღაურდეს. ერთადერთი რა თხოვნაც და რჩევაც გვექნება მძღოლებთან, თუ კი საპატრულო პოლიციას არ იძახებს შემთხვევის ადგილზე და უბრალოდ ხელის ჩამორთმებით ემშვიდობებიან და ნომრების გაცვლით, აუცილებლად შეაგროვოს მტკიცებულება. იმიტომ რომ თუ საპატრულო პოლიციის ოქმი არ არსებობს, ვინ უნდა ამტკიცოს? უნდა ამტკიცოს დაზარალებული. მაშასა და მე რა გვჭირდება ფოტო-ვიდეო მასალა, გვჭირდება ვთქვათ ნებისმიერი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება პირველი, რომ ავტოავარია მოხდა, მეორე, რომ დამრღვევი იყო მეორე მძღოლი, ეს უნდა ვლინდებოდეს ამ ფოტო-ვიდეო მასალიდან და ჩანდეს ამ ფოტოსურათში. უნდა ჩანდეს, დიახ, აბა სხვაგვარად. მესამე, რომ ნამდვილად ამ ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია აი ამ მძღოლის არამართლზომიერმა მოქმედებამ და შემდეგ უკვე ზიანის შეფასება აღარ არის რთული, იმიტომ რომ ზიანს უკვე მაინც ექსპერტი აფასებს და ეს მერეც შეიძლება შეფასდეს, ხო, ზიანი? ანუ რომ შევაჯამოთ თუ კი მოხდა ისე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და უბრალოდ ნომრები გავცვალეთ, აუცილებელია შევაგროვოთ მტკიცებულება, ხოლო მეორე ვარიანტი, თუ იმიტომ არ ვიძახებთ საპატრულო პოლიციას, რომ უბრალოდ ძალიან გვეჩქარება სადღაც და კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეზე მივდივართ, მაშინ უბრალოდ სქემა შევადგინოთ, ასევე ფოტო-ვიდეო მასალა და მოგვიანებით შეგვიძლია მივმართოთ საპატრულო პოლიციას. ერთი ასეთი შემთხვევა იყო, რომელსაც მე პირადად შევესწარი და რომელმაც 4 საათი დაგვაკარგინა ყველას, ვინც იქ ვიმყოფებოდით. ესე იგი, ახალ გზაზე, გადასასვლელზე, სადაც ერთი მანქანა გადის, მხოლოდ და სამხრივია გზა. აი იქ რაღაცა ოდნავ მიედო ერთ-ერთი ქალბატონი მეორე ქალბატონს. და აი ეს ქალბატონი არასოდეს არ დაიძრა იქედან, იმიტომ რომ ჩაკეტა გზა, მთელი ქალაქი პარალიზდა, მთელი საბურთალო პარალიზდა, აბსოლუტურად და ჩვენ მეუბნებოდით, რომ გადააყენე მანქანა, არ არის პრობლემა, მოვლენ გაარკვევენ, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთა. აი ესეთ შემთხვევაში ეს ქალბატონი შეიძლება რომ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდეს, ან დამრღვევი პირია. კარგი შემთხვევა არის, ნახეთ. ამ შემთხვევაში უნდა განვიხოთ მეორე ვერსია. თუ არ გვყავს დაზარალებული, ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგა, ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ მძღოლებს, ანუ ერთი მძღოლს და მეორეს, ვინც იყვნენ ამ ავტოსაგზაო შემთხვევაში ჩართულები. 900 ჯერობ გაგიკეთებთ თუ რამე გასაკეთებელი. შეუძლიათ ნახეთ, სქემა გააკეთონ, ფოტო-ვიდეო გადაიღოთ და გადააყენოთ შემდეგ მანქანა, უბრალოდ ეს მერე წარადგინონ საპატრულო პოლიციაში, ან დაელოდონ ადგილზე საპატრულო პოლიციას. ანუ ეს არის შესაძლებელი. საერთოდ თუ კი საავარიო შემთხვევა იქნება, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ მძღოლი ვალდებულია რომ საავარიო სიტუაცია არ შექმნას. ამიტომ ესეც შეიძლება ჩაითვალოს. ავარიული არ ვიცი რამდენად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დისკომფორტი ყოველთვის არის, როდესაც საათობით გიწევს გაჩერება. ასეთ შემთხვევაში ისედაც რომც არ შეექმნა ტრაფიკი,
თუ არ ყავს ჯანმრთელობის დაზიანება არ არის ადგილზე, შეეძლო მას მძღოლებს შეედგინა სქემა, ვიდეო, ფოტო მასალა, სხვათა შორის მოწმეების, სხვათა შორის მძღოლს აქვს ესეთი ვალდებულება. იძახებს საპატრულო პოლიციას თუ არა, კანონში უწერია, რომ მოწმეები ანუ ადგილზე ვინც იყვნენ და ვინც შეესწრო მოვლენას, მათი საკონტაქტო უნდა ჩაიწეროს როგორც ვალდებულება. ეს ბევრმა მძღოლმა არ იცის. იმ შემთხვევაში თუ ალბათ ყავს მოწმეები. ხო, მაგრამ კანონი ავალდებულებს მას, რომ თუ ყავს მოწმეები, აუცილებლად მათი საკონტაქტო უნდა ჩაიწეროს. ასევე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე კონფლიქტის მიზეზი ის თუ როგორ უნდა მოხდეს დაზიანებული მანქანის შეკეთება. ეს უნდა მოხდეს დაუშვათ მეორადი ნაწილებით, ახალი ნაწილებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ახალ მანქანას დაარტყეს და აბსოლუტურად მეორე ახალ მანქანას ითხოვს და აღარ უნდა ეს დაზიანებული მანქანა. ანუ რა არის აი აქ გონივრული მიდგომა ანაზღაურების თვალსაზრისით? ზურა, ფაქტობრივად პასუხი შეკითხვაშივე ჩანდა. ანუ კანონი არ ადგენს ცალსახად, რომ აუცილებლად უნდა შეკეთდეს მანქანა. ან მეორადი ნაწილები იქნას გამოყენებული, ან აუცილებლად ახალი ნაწილები იქნას გამოყენებული. ანუ სტანდარტი რომელიმე კუთხით დადგენილი არ არის. მასშტაბი რას ნიშნავს გონივრული გადაწყვეტა? ესე იგი, გონივრული გადაწყვეტა ნიშნავს იმას, რომ პრინციპი არის ასეთი სამოქალაქო სამართალში. მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად. ანუ არ შეიძლება რომ დაზარალებულმა იმაზე მეტი სარგებელი მიიღოს ვიდრე დაზიანებამდე, მაგრამ არც რომ დაზიან, ასე იგი ზარალში დარჩეს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ზიანის ანაზღაურებაზე, პირველი, აქ უნდა რამდენიმე სასამართლო პრაქტიკაში არის ასე. პირველი კითხვა არის ავტომანქანის წოვანება. როდესაც ავტომანქანა ახალია, მაგალითად 2025 წლის ავტომანქანაზე დიდი ალბათობით მეორად ნაწილებს ან ასე რომ ვთქვათ არაცენტრის ნაწილებს ვერ თამარ არის თუ არა ლეგიტიმური მოთხოვნა თუ ახალ მანქანას დაარტყეს და არ უნდა იმ ადამიანს, იმიტომ რომ ახალი გამოყვანილი ყავს და შეკეთებული არ უნდა ისევ ახალი მანქანა. არის ეს ლეგიტიმური? მე მქონდა ზუსტად ეს кейსი, 5 თვის გამოყვანილი მყავდა ცენტრიდან და დამარტყა გოგონამ და ისე დამარტყა რომ უკანაც დამარტყა და წინაც დამაჯახა, ანუ ორივე მხრიდან დაზიანდა. ნახე რა ხდება ზურა სასამართლო საკმაოდ ფრთხილია ახალი მანქანის ყიდვის ნაწილში. ახლა აქ პირველი პრობლემა რა არის? ნახეთ, აქ შეიძლება ასე გადაწყდეს საკითხი. ანუ ერთი რომ მეორადი ნაწილები გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ახალ მანქანაზე მეორადი ნაწილების თვით ვერ გამოვა დამღოი მხარე. გასაგებია რომ ცენტრის ნაწილებზეა საუბარი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ცენტრის ნაწილებითაც რომ გამოიცვალა, მანქანა ღირებულება დაკარგა. და მე პირადად $13,000 ზარალი მივიღე მარტო იმიტომ რომ ეს მანქანა ჩავაბარე და ახალი გამოვიყვანე. და ანუ განსხვავება იქვე მომცა $13,000. ვხედავთ რომ რამდენიმე თვის დაგვიანებით. მაინც დაზარალებული რჩება. დაზარალებული რა უფლება აქ ადამიანს? ნახე, ახალი მანქანის მოთხოვნა ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ დაზარალება არ არის სრული, ტოტალი, რასაც ეძახიან, ტოტალი რა შემთხვევაა? ტოტალი არის შემთხვევა, როდესაც მანქანა ან ვერ კეთდება, ან მისი გაკეთება იმდენად დიდ ძალისხმევასთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ უბრალოდ არაგონივრულია მისი შეკეთება. ამ შემთხვევაში დაანგარიშდება, რაც დარჩა ამ ავტომანქანისგან რა ღირებულების არის, რომ ჩაბარდეს და ავტომანქანის ღირებულებას გამოაკლდება ეს დარჩენილი თანხა. მაგრამ თუ უბრალოდ დაზიანებული არის, თქვა ბამპერი, თქვა წინა ან უკანა, თქვა კარები, რომელიც შეიძლება შეცვლადი იყოს, ამ შემთხვევაში ახალი მანქანის დაკმაყოფილება ნაკლებ სავარაუდოა. მე ამას გეუბნებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, ნაკლებ სავარაუდოა და ის არგუმენტი, რომ მე უბრალოდ არ მინდა იმ მანქანით ვიარო, რომელშიც ნაწილი გამოცვლილია, შეიძლება არ იყოს მიღებული, მაგრამ აი რა უნდა მოითხოვოს ამ დროს პირმა? ეკონომიკური ზარალი. ანუ რა შეიძლება მოითხოვოს? თუ ჩემი მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევამდე რომ გამეყიდა, ღირდა ვთქვა $20,000 და ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ღირს $15,000, აი ეს განსხვავება თუ კარგად დაასაბუთებს დაზარალებული მხარე, ანუ ის თანხა, რომელთაც ამ ნივთის ეკონომიკური ღირებულება შემცირდა, ოღონდ ძალიან კარგი დასაბუთება გჭირდება. კომპენსირებადია? ამ შემთხვევაში არის კომპენსირებადი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, სასამართლო ფრთხილია ასეთ შემთხვევებზე, იმიტომ რომ
ну ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხლა შტატებში რო რაღაც მორალური ზიანი შეიძლება ამაში თქონდა და გაგიმართლოს ვინდა გარტყავს. სხვათა შორის მართალი ხარ, ზურა ამაშიც უნდა გაგიმართლოს, იმიტომ რომ მქონია შემთხვევა რომ ისეთმა მანქანამ დამარტყა რამდენიმე წლის წინ რომ გაჩერებულ მანქანაზე რომ უბრალოდ აზრი არ ქონდა ისიც ტიროდა, მეც ტიროდი და ბოლოს მივხვდი რომ ამდენ ტირილს უბრალოდ უნდა გამეშვა და მეც მქონია ესეთი შემთხვევა და არ ვიცი ემპათიის მეტი არაფერი არ გამიჩნდა იმ შემთხვევაში რაღაცნაირად პირიქით მე ვიყავი უხერხულში. ბევრი კითხვა საკმაოდ ფრთხილი მძღოლი ვარ და მიხარია. ხო ჩახთაკო. კარგი მაგალითი ხარ ჩვენ თანამოყოლი. ეს ამაზე ჩხუბობს ხოლმე და კი, მაგრამ მე რომ ვუზი ვარ, მაგ დროს ვაფრთხობ მე. ეს უკვე და ხელს მიშლის ხოლმე ძალიან. კარგი, თამარ, მადლობა ძალიან დიდი. ხო, ბევრი შეკითხვა იყო ნამდვილად ავთემისებული რაც ვერ მოვასწრე. რამდენი თემა გვაქვს გასაგრძელებელი? პირობას ვაძლევთ ხოლმე. ორშაბათს კი გადავაბატოთ, ასე ვთქვათ, ეს